ბიჭებო, მოდით რა. გადაციეთ ეს. ბიჭებო, დაეხმარეთ. 71 წლის დევნილი ქალი ოცნებამ რუსთაველზე გზის გადაკეტვის ბრალდებით იზოლატორში გაუშვა. მე ჩემი პროტესტი მაქვს უთხრა აზაჩილაჩავამ ადვოკატს და მშრალი შიმშილობა დაიწყო. ის წყალსაც არ მიიღებს. ადვოკატების თხოვნის მიუხედავად მან გადაწყვეტილება არ შეცვალა. გაგრიდან დევნილ ქალს პოლიციამ 2 ლარი და 55 თეთრი დაულუქა. საპატიმროში მყოფი გივი თარგამაძის ინფორმაციით ღარიბაშვილმა და კობახიძემ ერთმანეთს სცემეს. მისი თქმით სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. ღარიბაშვილმა დაარტყა კობახიძეს პირველმა, მაგრამ მერე ყაველაშვილმა მდინარაძემ და კობახიძემ მას სცემეს სერიოზულად. ეჭვი მაქვს, რომ მილანძღა მთავარი ადამიანი და ეგ იყო გადამწყვეტი, თქვა თარგამაძემ ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში. უკრაინა ოკუპანტებზე შეტევას განაგრძობს. დრონებით თავდასხმის გამო რუსეთში სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი იყო. შეტევის შემდეგ ნავთობის წამყვანი ტერმინალი წყობრიდან გამოვიდა. საკმარისი ბირთვული იარაღი გვაქვს, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ. რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი ცდიან ბირთვულ იარაღს. არ მინდა ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გამოცდას არ ატარებს, თქვა დონალდ ტრამპმა.